ურთიერთობები. მე როგორც ტიპიური სასწორი გეტყვით იმას, რომ ურთიერთობა ეს არის ენერგიების გაცვლა. როგორც კინეტიკური, ასევე პოტენციური. ფიზიკის გარტყმაშია რო არ. ქიმია უფრო უკეთესად მესმის. ეს თქვა მინდა დავყურეთ. ურთიერთობა. ჩვენ რო გონია რომ ურთიერთობა დასრულდა, როცა დავასრულეთ. ეგრე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ. ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფნოს, მაგრამ ის ადამიანები, წყი, რომლებიც ამ წუთას ჩვენთან აღარ არიან, ანუ გულისხმობ, რომ გარდაიცვალნენ, ჩვენ მათთანაც კი გვაქვს ურთიერთობა. რითი? ჩვენი მოგონებებით, ჩვენი მენტალური ენერგია ერთვება ამ ყველაფერზე. ხვდებით, რომ ეს ადამიანები გახსენდება. თუნდაც დაშორების შემდეგ ჩხუბის, კონფლიქტის, ომის და რაღაც არ ვიცი საზღვარგარეთ წასვლის და გადაკარგვის და არ ვიცი როგორც გითხარით, აი სიკვდილის შემდეგ ჩვენ მაინც გვაქვს ამ ადამიანებთან კონტაქტი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებთან გვაკავშირებს მოგონებები, რომლებიცშიც არის ძალიან ბევრი ემოცია, იმიტომ რომ როგორც იცით, ემოცია არის ენერგიის ფორმა და ემოცია არის უბრალოდ ენერგია არის მუდმივი. ხო, ენერგია არც არ მიდის, არც ქრება, არც არ ჩდება, უბრალოდ არსებობს, მუდმივია. შესაბამისად, ესე უბრალოდ ადამიანის ამოგდება თავიდან ან დაიწყება, ასე არ ხდება, ხო? კი ბატონო, შეიძლება ყურადღება სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ, ხმა ვინმეზე გადავიტანოთ, გავართოთ საკუთარი ტვინი სხვა რაღაცეებით და ის ადამიანი, ვინც მნიშვნელოვანი იყო აქამდე, შემდეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას დავივიწყებთ. ხო, ერთადერთი ადამიანი დაგავიწყდეს, ალბათ არის, რა ვიცი, ამნეზია, ხო, რაღაც სკლეროზი უნდა დაგეწყოს და იმ, ასე ვთქვათ, იმ მოგონებებში ჩარჩება ეს ადამიანი, რაც თქვათ, ამნეზიის დამართვების შემდეგ დაგავიწყდება, ხო, იმ რაღაც მოვლენებთან ერთად. რაც შეეხება უშუალოდ გაჭედვებს, ხო, აი როცა ადამიანი გაჭედილი ხარ და ვერ ხვდები რა ხდება. ხო, აი სად მიდის, სად არ მიდის, ხო, ზოგადად ურთიერთობებში ხომ რომ იჩხუბებენ, აი როგორი განცდა იცი ადამიანს რომ ეკამათები და დაასრულე კამათი. ყველაფერი უთხარი. და მე გადის დრო და აუ ის რატო არ უთხარი კაცო, აუ ესე არ უნდა მეთქვა, არა ისჯობდა. და კიდე რო შევხვდე, კიდე ველაპარაკებთ, ან ხვდებით ეს რაღაც დაუკმაყოფილებლობის განცდა არის ძალიან ხშირად და მე რას ვაკეთებ ხოლმე იცით? მონოთეატრებს. მონოთეატრი იცით რა არის?